გავაკეთოთ გოზინაყი. ეს არის დედაჩემი, რომელსაც ძალიან უყვარს საჭმელების კეთება და ყველაფერი გემრიელი გამოსდის. პირველ რიგში კარგი გოზინაყისთვის არის აუცილებელი კარგი თაფლი და კარგი ნიგოზი. ნიგოზი აუცილებლად უნდა გავასუფთავოთ და დედაჩემი მიხედავს ამ ყველაფერს. მე გადავედი უკვე ხაჭაპურის გაკეთებაზე და სოფია შემომიერთა, გამოვიყენე სულგუნი და ოდნავ იმერული ყველი. შემდეგ კვერცხით შევკარიეს მასა, თან ცომი გამოღებული მაქვს მასივრიდან, რომ ცოტათი გაალღვეს, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ გაყინული იყო. თავს დავასხი, ცოტათი ცხელი წყალი, რადგან მასივარში მქონდა და მაგარი იყო და გადავედი უკვე ცომის გაბრტყელებაზე. ცოტა დააკლდა, ვფიქრობ, galvogba ერთ მხარეს, მაგრამ არა უშავს მუშაობაში, კარგად მოვიდა ხელთ. დედაჩემიც დამეხმარა ამაში. ზოგადად ქაღალდს ვაფენ ხოლმე, მაგრამ ქაღალდის ყიდვა დამავიწყდა და აი ასე პირდაპირ არ მეიკროს, ხოთო იმაზე დაფაზე. დავაყარე ყველი და ზემოდანაც აი ესე საყვარელ და ლამაზად შევფუთე. ზემოდან უკვე კვერცხი გავტეხე და ცოტათი წაუსვი და შევდგი გაზქურაში დაახლოებით 30 წუთი დავაყენე, მაგრამ 27 წუთი იყო ისე რომ არ დამწვარიყო. გადავედით უკვე გოზინაყის გაკეთებაზე. უნდა ურიოთო, რო ადუღდებაო დედაჩემმა, მერე უნდა გადმოვდგათო, გავაციოთო. ეს არის ჩემი ხაჭაპური. ნახეთ როგორი ლამაზი გამოვიდა, იცით როგორი გემრიელია. თან ვალაგებდი, იმიტომ რომ არ მიყვარს არეული სამზარეულო, არ შემიძლია. თან უნდა გავაკეთო რაღაცა, თან უნდა დავალაგო. ამ დროს უკვე ჩვენი თაფლიც ძალიან კარგად, შაქარი არ უყავით, კარგი თაფლი იყო, სოფლიდან ჩამოვიტანე. გადმოვიტანეთ უკვე სველ დაფაზე და დაიწყო დედაჩემი უკვე დამუშავება. სხვათა შორის ძალიან გემრიელი გამოვიდა, ხრაშუნა. ამას ესეთი ცოტათი შაქრის პუდრიც მოუხდებოდა და არ მქონდა სახლში, რომ აი ხრაშუნის ის რო ქონდეს და ესეთი გამოვიდა ჩემი გოზი. ყვარულის აგახმი? რაოსტარი. ჩემთან ერთად ბედნიერად ჩამხევა. ეს ჩემია, უცნო გავხსნა შენთან ერთად. მე გახსნა. არა, ჯერ მაინტერესებს შენი რეაქცია. მე ერთი ორი წელიწადი ამას ვერ გავხსნა. ხო, იმდენ ხუთი. არა. ვაი. რა? აი. ეს გრინია. აჰა. ეს მეორე საჭმელი. Wi-Fi-ცა, რადიოც. ახლა შევიგახსენე. აი, ეხლა ეს 2000 კონტაქტი და საფუძველი. მე რაღაცა სიმერამ. მამა. მოიცა მამა. მამა. აი, iPhone-ი მაჩვდა როგორც ყოველწელს. რატო ყოველწელს? წინაწელს არ მიჩუქებია. მადლობა ჩემო სიყვარულზე.